მოგესალმებით, ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს ავთოგვასალია გაგაცნობთ. 7 თვე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ვინ დარჩება გადაწყვეტილების ერთგული და ვინ შეცვლის პოზიციას. ოპოზიციურ პარტიებში ისევ აზრთა სხვადასხვაობაა. ბარიერგადალახულ პარტიებში ვინც ცალსახად ამბობს, რომ 2025 წლის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, ნაციონალური მოძრაობა და კოალიცია ცვლილებებისთვისაა. დანარჩენ პარტიებში კი პირდაპირ არ აცხადებენ, აპირებენ თუ არა მომავალ არჩევნებში ჩართვას. ამბობენ, რომ ახლა ეს თემა აქტუალური არ არის და უნდა შესრულდეს როგორც ახალი არჩევნების დანიშვნის, ასევე აქციებზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნა. ოპოზიციის ბუნდოვანი პასუხი მმართველი გუნდისთვის იმის დასტურია, რომ მათი ოპონენტები გარე ძალებისგან დირექტივას ელოდებიან. ვინ დახვდება ამ მომრჩეველს ბიულეტენზე და რას აპირებენ ოპოზიციური პარტიები? ნანა გოგატაძე აგრძელებს თემას. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ოპოზიციაში არის აზრთა სხვადასხვაობა და ხელისუფლების ოპონენტები ვერ თანხმდებიან. მაგალითად, ნაციონალურ მოძრაობაში პირდაპირ ამბობენ, რომ ისინი 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ და ურჩევენ კოლეგა ოპოზიციონერებსაც, რომ სხვა უფრო მკაფიო განცხადებები გააკეთონ, ვინაიდან მათი თქმის არც დარჩეს სპეკულაციის სივრცე. იგივე პოზიცია აქვს ნიკა გვარამიასაც, რომელმაც ჯერ სატელევიზიო ეთერით თქვა, რომ ხისტად უნდა ჩაიკეტოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კარი, შემდგომ კი უკვე დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ იმედს იტოვებს, რომ არც ერთი ოპოზიციური ძალა ამ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, ვინაიდან მისივე შეფასებით ეს იქნება ქართული ოცნების თამაში. რაც შეეხება სხვა ბარიერგადალახულ ოპოზიციონერ ლიდერებს და პარტიებს, ისინი თავს იკავებენ კვლავ განცხადებების გაკეთებისგან და ამბობენ, რომ ახლა დღის წესრიგში სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხები დგას, როგორიც არის ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და დაკავებული ადამიანების გათავისუფლება. იმედი მაქვს არ მოინახება არც ერთი ოპოზიციური პარტია და ოპოზიციური პარტია მხოლოდ 5% ბარიერგადალახული არა, რომელიც რომელიმე საფუძვლით თვითმმართველობის არჩევნებზე გასულთა შორის აღმოჩნდება. ჩვენი კოალიციისთვის კი ერთადერთი ვარიანტი არსებობს: ახალი საპარლამენტო არჩევნები. ჩვენ მეგვაჩნია, რომ დღეს უნიშნულოვანესი ორი საკითხი დევს მაგიდაზე, ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა. სხვა თემების შემოტანა ამ შემთხვევაში არის ფოკუსის გაბლარვა და არაარსებით საკითხებზე ყურადღების გადატანა, რადგან აუცილებელია მეტი კოორდინაცია ოპოზიციის შიგნით და არა დაქსაქსულობა. ზოგადად ჩვენს პოლიტიკურ პარტიასა და სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის ძალიან ბევრი განსხვავებებია, ხო დამეთანხმებით. თუმცა ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება ჩვენს პარტიასა და ოპოზიციური ფლანგის სხვა პარტიებს შორის არის ის, რომ ჩვენ არასოდეს ჩვენზე არ მოქმედებს სხვა პარტიების მხრიდან სხვადასხვა მოწოდებები. აქედან გამომდინარე, ჩვენზე არ მოქმედებს არც ოცნების მხრიდან მოწოდებები და ეს რიტორიკა, არც ოპოზიციური ფლანგის ნებისმიერი პარტიისგან რაიმე მოწოდებები. ჩვენ თანმიმდევრულად მივუყვებით ჩვენს გეგმას. ჩვენი გეგმა დღესდღეობით არის ის, რასაც ითხოვს ქართველი ხალხი ქვეყნის მთავარ გამზირზე. მმართველი გუნდისთვის ლოგიკური იქნება, თუ ოპოზიცია ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, ვინაიდან მათი შეფასებით ხელისუფლების ოპონენტებს არც პოლიტიკური წონა და აღარც პოლიტიკური რეიტინგი ყოფნის, თუმცა ქართულ ოცნებაში დარწმუნებული არიან, რომ მათი ოპონენტების უარი მიზეზი არის ის, რომ გარე ძალების დირექტივები აგვიანებს და იმ შემთხვევაში, თუ დადებითი პასუხი იქნება, ქართულ ოცნებას აქვს მოლოდინი იმისა, რომ ოპოზიცია უარს დიახით შეცვლის და არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ქუჩაში დარჩენილ დესტრუქციულ ძალებს, რომელსაც ჯერ კიდევ ოპოზიციას ვეძახით, რატომღაც თავისი საკუთარი გეგმა არა აქვს და არც არასოდეს ჰქონია. ისინი გარე აქტორების დავალების შემსრულებლებად გვევლენებიან აქ. დღევანდელ ვითარებაში სავსებით ლოგიკური იქნებოდა მათი მხრიდან ის, რასაც გვარამი ამბობს, რომ არ მიიღოთ მონაწილეობა არჩევნებში, თუმცა ჩვენ არაერთხელ გვინახავს მათი შეცვლილი პოზიცია და ამ შემთხვევაშიც მათი პოზიცია ცალსახად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა დავალებას მიიღებენ გარედან. მათი გეგმა არის გეგმის არარსებობა, მათი გეგმა არის უცხოეთიდან მიღებული დავალებები. შესაბამისად, კარგად გამოჩნდება ეს ყველაფერი თვითმმართველობის არჩევნებზე. არ მიიღებენ მონაწილეობას, იმიტომ არ მიიღებენ, რომ მათ ეშინიათ საკუთარი რეიტინგის საზოგადოოდ კვლავაც განცხადება და მიიღებენ მონაწილეობას იმ შემთხვევაში, ერთადერთ შემთხვევაში, თუ კი ამ აგენტურას დავალების მიმცემი პირდაპირ დაავალებს, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა.
როგორ შეიცვლება პოლიტიკური მოცემულობა, ეს მომდევნო 7 თვის განმავლობაში გახდება ცნობილი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება. მადლობა, ეს ნანა გოგატაძე იყო. საგამოძიებო კომისიის პირველი ხმაურიანი სხდომა და შეფასებები ნაციონალური მოძრაობის დროს პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელმა საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ბიზნესზე ზეწოლისა და წამების ერთ-ერთი ეპიზოდი ბესარიონ ხარძიანის საქმე განიხილა. კომისიის მუშაობას სკეპტიკურად აფასებს ოპოზიცია, განსაკუთრებით კრიტიკული კი ნაციონალური მოძრაობაა. ხარძიანის საქმე პირველია, თუმცა წინ არის ათეულობით ტომი. რა შეფასებები კეთდება პოლიტიკურ პარტიებში საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომის შემდეგ ლევან ფანცხავა მოგვიყვება. ლევან, ვისი სახელი და გვარები გაჟღერდა ყველაზე ხშირად გუშინდელ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე? გიორგი უდესიანი, ალექსანდრე მუხაძე, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დათა ახალაია. ეს იმ პირების არასრული ჩამონათვალია, რომელთა სახელი და გვარები ყველაზე ხშირად ისმოდა გუშინდელ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. კომისიას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ბესიკ ხარძიანის შვილმა, ასევე ბესიკ ხარძიანმა, რომელმაც ისაუბრა ბიზნესმენის დაკავების პროცესებზე, ასევე რა ვითარება იყო პენტენციურ დაწესებულებაში, როგორ აწამებდნენ მამამის ციხეში და როგორ ხდებოდა ბიზნესზე რეკეტი. რამდენიმე საათიანი სხდომის დასრულების შემდეგ უკვე მედიასთან განცხადება გააკეთა კომისიის თავმჯდომარემ, როგორც ის განმარტავს, ამ ხმაურიანი საქმის გარდა კიდევ არაერთი მსგავსი ტიპის საქმე არსებობს წინა ხელისუფლების პერიოდში ჩადენილ დანაშაულებს, რაც ეხება. აქედან გამომდინარე, ბესიკ ხარძიანის საქმესთან დაკავშირებით იმშელებს დეტალებზე კომისია და საბოლოო დასკვნას უკვე მოგვიანებით დადებს. ბესო ხარძიანის ბიზნესმენის უბედურება დაიწყო იმ დღიდან 2006 წელს, როდესაც მაშინდელმა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ის მიიწვია თავისთან კაბინეტში და სთხოვა, დაავალა თუ მოსთხოვა, რომ გადაეხადა უკანონოდ 5 მილიონი დოლარის ოდენობის თანხა. და ეს არის ის დღე, როდესაც დაიწყო ხარძიანზე ზეწოლა და დასრულდა მისი ციხეში უბედურებით და შემდეგ უკვე თავისუფლებაზე მკვლელობით. თქვენ იცით, რომ მისი მკვლელი ექსტრადირებული იქნა ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ამჟამად იმყოფება ციხეში და მიმდინარეობს ამ საქმის განხილვა სასამართლოში. გიორგი უდესიანის დაკვეთით ხდებოდა სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების გამოყენება იმისათვის, რომ პირველი ბესარიონ ხარძიანი მოხვედრილიყო ციხეში, მეორე რომ ის ყოფილიყო წამებული და ის მრავალგზის აწამეს გლდანის დაწესებულებაში, ნომერ მერვე დაწესებულებაში და შედეგი დამდგარიყო ის, რაც სურდა გიორგი უდესიანს, რომ საპატიმროში ბესარიონ ხარძიანს დაეთმო თავისი წილები. გაიჟღერა კიდევ რამდენიმე გვარმა, რომლებიც ადეიშვილთან შეხვედრას ესწრებოდნენ, ან კიდევ ბაჩუახალაიას ციხეში შესვლის დროს იქ იმყოფებოდნენ და რასაკვირველია, ჩვენ ამ გარემოებებით დავინტერესდებით და გავაგრძელებთ ამ საქმეზე, ამ მიმართულებით მსჯელობას. ნაციონალურ მოძრაობაში კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით არ საუბრობენ, მათ შორის არ საუბრობენ ჯერჯერობით ბესიკ ხარძიანის საქმესთან დაკავშირებითაც, ამბობენ მხოლოდ იმას, რომ ისინი საგამოძიებო კომისიის მუშაობას არ ენდობიან. რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი ამბობს, რომ უნდა გამოიძიონ წინა ხელისუფლების პერიოდში ჩადენილი დანაშაულები, თუმცა როგორც გახარიას პარტიაში ამბობენ, მაგალითად ეს ხელისუფლებას დაუგვიანდა და ეს უნდა მომხდარიყო წლების წინ. სამართლიანი სასამართლოს პირობებში ყველა საქმის გამოძიებას მიმემხრობი, მაგრამ ახლა ამ საგამოძიებო კომისიაზე თუ მეკითხებით და ამ კონკრეტულ საგამოძიებო კომისიის მიზნებზე, მას სამართლებრივი მიზნები არ გააჩნია, პოლიტიკური მიზნები გააჩნია. მიზანს წარმოადგენს არა კონკრეტულ ფაქტებზე სიმართლის დადგენა, არამედ ყველა იმ ადამიანის გასამართლება, რომელიც კრიტიკულად არის განწყობილი. ძალიან ბევრი ოჯახი არის ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის პირობებში დაზარალებული და ეს ადამიანები წლების განმავლობაში ელიან სამართლიანობის აღდგენას. თუმცა რატომღაც მმართველობის მე-13 წელს გაახსენდა ეს ყველაფერი ქართულ ოცნებას, რადგან ჩვენ საპარლამენტო საქმიანობას არ ვეწევით ამჟამად. ჩვენ ვერანაირ ლეგიტიმაციას ვერ მივცემთ, ვერც პარლამენტს და ვერც იმ უწყებებს, რომლებიც შიდა უწყებრივად არის შექმნილი პარლამენტში.
წინა ხელისუფლების პერიოდში ჩადენილ დანაშაულებს უნდა მიეცეს არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური შეფასებაც, ასეთია მართველი გუნდის შეფასება, როგორც ქართული ოცნების ლიდერები აცხადებენ, ბევრი საქმე არსებობს წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულების მიმართულებით, აქედან გამომდინარე კომისია იმუშავებს ყველა გახმაურებულ და არაგახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით და საბოლოო დასკვნას დადებს, რომლის შემდეგაც უკვე საგამოძიებო უწყებელს გადაუგზავნის ამ დასკვნებს. ნაცმოძრაობა ხე დაბნეულია, რა თქვა აღარ ეციან. ციტიფხელა დანაშაულებებია ჩადენილი 2012 წლამდე, რომელიც დღესაც კი თავისი გამოძახილი და თავისი ეკოთი გავლენებს დახდენს აი ამ პროცესებზე. მათი არსი, შინაარსი იყო ძალადობა. იყო და ეხლაც ესტრაფიან ხელისუფლებისაგან, რაც ძალადობითვე გააგრძელონ ქვეყნის მართვა. დაინახეს, რომ წარმატება აქ არა აქვთ, მაგრამ კომისიის ამოცანებთან დაკავშირებით აქვს საკმაოდ სერიოზული პრობლემები შექმნილი, იმიტომ რომ ზუსტად იციან, რომ ადამიანები, ვინც დაისაჯნენ იმ სადისტობისთვის, რომელიც ჩაიდინეს ადრე, რასაკვირველია ერთი თემაა, მაგრამ მეორეა კიდევ დანარჩენი დანაშაულებები, რომელიც ასევე დარჩა შეუფასებელი, შეფასდეს და არა მარტო სამართლებრივად, არამედ პოლიტიკურად, რათა ყველამ მით უმეტეს ახალმა თაობამ კარგად დაინახოს, რა შინაარსის პოლიტიკურ გუნდთან აგვაქვს საქმე, როდესაც ვლაპარაკობთ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციაზე. ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანი საქმის განხილვა საგამოძიებო კომისიაში გუშინ მიმდინარეობდა. საგამოძიებო კომისია მუშაობას აგრძელებს და როგორც მისმა თავმჯდომარემ მედიასთან განაცხადა, ყველა საქმესთან დაკავშირებით მომზადება კანონმდებლების დასკვნები, რომლებიც მოგვიანებით უკვე საგამოძიებო უწყებებში გადაიგზავნება. მადლობა, ეს ლევან ფანცხავა იყო. პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვის გასაღების და გასაღების მცდელობის ბრალდებით 1973 და 1985 წელს დაბადებული პირები დააკავა. ერთ-ერთი მათგანი წარსულში ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფია. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. დანაშაული 20 წლამდე ან უადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ავსტრიაში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, უზბეკეთსა და ბელარუსში საქართველოს ახალი ელჩები ყავს. ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩად და ეუთოსა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ალექსანდრე მაისურაძე დაინიშნა. ჟენევაში გაეროსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად რევაზო ლომინაძე დაინიშნა. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კი საქართველოს ელჩის პოსტზე გიორგი ჯანჯღავა დანიშნეს. საქართველოს ახალი ელჩი ყავს უზბეკეთში. ამ პოსტზე დანიშნულია დავით კოტარია. ბელარუსის რესპუბლიკაში კი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გიორგი საგანელიძე დაინიშნა. პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში საქართველოს გენერალური საკონსულო ამოქმედდება. პროცედურები პოლონურ მხარესთან თანამშრომლობით 11 თებერვალს დასრულდა. გენერალურ საკონსულოს იოსებ ხახალაიშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც საქმიანობას მომავალი კვირიდან შეუდგება. გენერალური საკონსულო მომსახურებას გაუწევს 4 სხვადასხვა ოლქში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს. მამუკა მდინარაძე დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც ამერიკის პრეზიდენტი სენატორ ჯიმ რიშს მომავალი წლის შუალედური არჩევნების წინ სრულ მხარდაჭერას უცხადებს. ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი წერს, რომ სენატორი რიში ყოველთვის გამოირჩეოდა დიპ სტეითის აგენტურის განსაკუთრებული მხარდაჭერით. მამუკა მდინარაძეს იმედი აქვს, რომ ჯიმ რიში მკაფიოდ გაიმიჯნება თავისივე პოლიტიკურ წარსულს. ნაცური აღდგინების მთავარი საფუძველი ტრამპის მიერ აიდაჰოს შტატის არჩევნებში რესპუბლიკელი ჯიმ რიშის მხარდამჭერი განცხადება გახდა. ბუნებრივია, ტრამპი დემოკრატს არ დაუჭერდა მხარს. თუმცა ობიექტურობისთვის ის უნდა აღინიშნოს, რომ სენატორი რიში სულ გამოირჩეოდა დიპ სტეითის აგენტურის განსაკუთრებული მხარდაჭერით და თავად დიპ სტეითის ეგრეთ წოდებული ნარატივის გახმოვანებით. შესაბამისად, სამომავლო დაშვება მხოლოდ ორი შეიძლება იყოს: ან ჯიმ რიში მკაფიოდ გაემიჯნება თავისივე პოლიტიკურ წარსულს,
სხვათა შორის ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ნამდვილად იკავებს თავს ჩვენზე თავდასხმისგან, ან გამყარდება სამწუხარო ეჭვი, რომ Deep State კვლავ ინარჩუნებს თავის პოზიციებს. საქართველოს და ქართული საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი იარაღი სიმართლეა, რომელზეც ყოველთვის საქმის კურსში უნდა ვიყოთ. შეთანხმდება თუ არა მოსკოვი და კიევი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მხარეები მალე მიაღწევენ. დონალდ ტრამპის თქმით, ხელშეკრულების მოსამზადებლად მოლაპარაკებები რუსეთთან და უკრაინასთან აქტიურად მიმდინარეობს. 47 პრეზიდენტის განცხადებით, მთავარი მიზეზი, რის გამოც ამერიკა ამ პროცესში მონაწილეობს, ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა. ჯერა ძალიან მალე გვექნება ცეცხლის სრული შეწყვეტა, შემდეგ კი სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელზეც ახლა ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, ხელშეკრულება მიწების გაყოფასთან და სხვა დეტალებთან დაკავშირებით. ამაზე ახლა ამ წუთებში მიმდინარეობს მსჯელობა. ვფიქრობ, ჩვენ უკვე გვაქვს შეთანხმების ძირითადი ჩარჩო. ამ პროცესში ორი მიზეზის გამო მონაწილეობ. პირველი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ათასობით ახალგაზრდა ადამიანი, რომლებიც იღუპება. ისინი ამერიკელები არ არიან, რუსები და უკრაინელები არიან, რომლებიც ყოველკვირა ომს ეწირებიან. მეორე კი ფულს ეხება. შეერთებულმა შტატებმა ბაიდენის გამო 350 მილიარდი დოლარი გადაიხადა ომში, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო, თუ კომპეტენტური პრეზიდენტი გვეყოლებოდა. სანამ მხარეების შეთანხმებას მიაღწევენ, უკრაინაში ომი გრძელდება. რუსული უპილოტო საფრენი აპარატებით კიევი დაიმონბა. შედეგად კიევში 4 სართულიანი შენობა დაიწვა. თავდასხმა განხორციელდა ზაპოროჟიეს ოლქშიც. შედეგად 3 ადამიანი არის დაღუპული, მათ შორის 14 წლის გოგონა. დაშავებულია 12 ადამიანი. ადგილზე სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. 3 დაღუპული და 4 დაშავებულია სუმის ოლქში. რუსეთმა იერიში უპილოტო საფრენი აპარატებით განახორციელა. გერმანიის პარლამენტი უკრაინას კიდევ 3 მილიარდ ევროს გამოუყოფს სამხედრო დახმარებისთვის. გადაწყვეტილება ბუნდესტაგის საბიუჯეტო კომიტეტმა მიიღო. ახალი დახმარება გერმანიის მიერ 2025 წლისთვის უკვე დაგეგმილ 4 მილიარდი ღირებულების სამხედრო დახმარებას დაემატება. 2026-29 წლებისთვის გერმანიას უკრაინის დასახმარებლად დამატებით 8 მილიარდი ევრო აქვს გამოყოფილი. ომში მყოფი ქვეყნის გასაძლიერებლად თანხის გამოყოფა გერმანიის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების ინიციატივა. საფრანგეთის პრეზიდენტი უკრაინაში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ 3 უმას მინძლებს. შეხვედრა 27 მარტს ჩაინიშნა. 3 ვოლოდიმირ ზელენსკი და მსურველთა კოალიცია დაესწრება. ნატოს ლიდერებს პარიზში მაკრონმა მარტსა და თებერვალში უმას მინძლა. აქციები გრძელდება თურქეთში. მოქალაქეები სტამბოლის მერის გათავისუფლებას ითხოვენ. სტამბოლში უკვე მესამე დღეა დემონსტრანტები იკრიბებიან. სხვადასხვა ლოკაციაზე დემონსტრანტები ბარიკადების გარღვევას ცდილობდნენ, რის გამოც პოლიციამ წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა. საპროტესტო აქციები იმართება დედაქალაქ ანკარასა და იზმირში, სადაც პოლიციამ აქციის მონაწილეთა დასაშლელად ასევე გამოიყენა წყლის ჭავლი. მიმდინარე მოვლენებს უკვე გამოეხმაურა ქვეყნის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანის თქმით, სახალხო რესპუბლიკური პარტია, რომელსაც დაკავებული ეკრემ იმამოღლუ წარმოადგენდა, თავის ძველ ღირსებასა და სახეს კარგავს. სტამბოლის ყოფილი მერი კორუფციისა და ტერორისტული კავშირების ბრალდებით 4 შაბათს დააკავეს. სამწუხაროა, რომ სახალხო რესპუბლიკური პარტია სწრაფად კარგავს თავის ყოფილ სახესა და ღირსებას. როგორც პოლიტიკური ძალა, ის თავის გზას ლეგიტიმურ საფუძველზე კი არ აგრძელებს, არამედ არალეგალურ ორგანიზაციებთან დამყარებული კავშირებით, კორუფციით, პუჩისტების წახალისებითა და პრობლემური დისკურსებით, სახიფათო განცხადებებით, რაც ქუჩებში ქაოსსა და ტერორს აღვივებს. ცხადია, სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ თავი უნდა აარიდოს არამხოლოდ მუნიციპალიტეტებში შეჭრილ ბანდიტებს, არამედ მარგინალურ ჯგუფებსა და ტერორისტულ გაერთიანებებს. თუმცა მარგინალების გულის მოგებით, ჩვენს პოლიციაზე, მოსამართლეებსა და პროკურორებზე, რომლებიც თავიანთ მოვალეობას ასრულებენ, თავდასხმით, მუქარით, სასამართლოზე ზეწოლით, დემოკრატიისა და ეროვნული ნების გამოწვევის მიზნით, უკანონო არაეთიკური ანტიდემოკრატიული ხერხების გამოყენებით, თქვენ ამ ქვეყანაში ვერაფერს გახდებით.
დონალდ ტრამპმა ექს-პრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობის საქმის გასაჯაროების ორდერი გასცა. მედიის ცნობით, მკვლელობის შესახებ დაახლოებით 2200 დოკუმენტი არსებობს და დაახლოებით 63,000 გვერდისგან შედგება. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ამ დოკუმენტებში სენსაციური არაფერია. 21 ნაბიჯი წარმატებისკენ. ამ სახელწოდებით დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ორგანიზაცია მზის შვილების საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით კამპანიას მართავდა. ღონისძიების ფარგლებში არაერთი საინფორმაციო აქტივობა დაიგეგმა. ღონისძიებაში ორგანიზაციის ბენეფიციარი დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები და მოზარდები მონაწილეობდნენ. 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ეს დღე საქართველოშიც აღინიშნება და ამ დღის მიზანია ამ ადამიანების მიმართ სოლიდარობის გამოხატვა, მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა და საზოგადოების დიდი ნაწილის ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების შესახებ. ემსახურება იმას, რომ საზოგადოების ცნობიერება რაც შეიძლება გაიზარდოს, ამაღლდეს, საზოგადოება გახდეს უფრო ლოიალური, ხარი დაუჭირონ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს. ეს ის დღეა, როდესაც კიდევ ერთხელ უნდა მოვაგონოთ საზოგადოებას, რომ აი ჩვენი თანამოქალაქეები, ესეთი მშვენიერი ადამიანები, ესეთი თბილები, ესეთი ჭკვიანები, ესეთი ნიჭიერები არსებობენ და მათ სჭირდებათ მოვლა, მეტი სითბო ჭირდება მათაც, ისევე როგორც მათ შეუძლიათ გამოხატონ და აი დღეს აემის დემონსტრირება მოხდა. წვევამდელებმა ახალქალაქში ზაზა ფერაძის სახელობის საწყის საბრძოლო მომზადების ცენტრში სამხედრო მომზადების გავლა დაიწყეს. პირველ დღეს წვევამდელებს ჩაუტარდათ ინსტრუქტაჟი, დაურიგდათ აღჭურვილობა და განთავსდნენ ყაზარმებში, სადაც 8 კვირიანი კურსის განმავლობაში ცხოვრობენ. საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში წვევამდელები საცეცხლე, სამედიცინო, საინჟინრო, სამწყობრო და ტაქტიკურ მომზადებას, ასევე კავშირგაბმულობისა და ტოპოგრაფიის საკითხებს გაივლიან. თავდაცვის ახალი კოდექსით 2025 წლიდან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელია მხოლოდ თავდაცვის ძალებში. მივიღეთ წვევანდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის წვევანდელები, რომლებიც გაივლიან 8 კვირიან საწყის საბრძოლო მომზადების პროგრამას. მათ ჩაუტარდებათ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მეცადინეობები, მათ გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები და გადანაწილდებიან საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქვედანაყოფებში. ვარჯიშობთ, სერჟანტებს უსმენთ, ბევრ რამეს ვსწავლობთ. ვფიქრობ, გაგრძელება და სამხედრო სამსახურის, რადგან არსებობს რაღაც საინტერესო კურსები ჩემთვის კერძოდ, გინდათ კიბერუსაფრთხოების, გინდათ რეინჯერობის. მაგისტრატურის დასრულების შემდეგ გადავწყვიტე წამოსულიყავი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში. იმისათვის რომ ემსახურო ჩემს სამშობლოს. გავიგე კანონში ცვლილებების შესახებ იმის შესახებ რომ ნებაყოფლობით წამოსულ სამხედროებს ანაზღაურებაზე დანამატი აქვს 30%. ამის გარდა უნარჩუნდებათ კერძო სამსახური ამ ბენეფიტების გამო და იმის გამო რომ თავს თვლივალდებულად ვემსახურო ჩემს სამშობლოს, გადავწყვიტე წამოსულიყავი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში. დღეს საქართველოს უკვე მე-17 აქციას დედამიწის საათი შეუერთდება. ეს არის მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქცია, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი 1 საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს. გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით აქციას სახელმწიფო უწყებები შეუერთდებიან და შუქი ჩაქვრება ადმინისტრაციულ შენობებში. ასევე შუქი გამოირთვება რიყის პარკის ტერიტორიაზე, მშვიდობის ხიდზე, ნარიყალას ციხესიმაგრეზე, თბილისის სატელევიზიო ანძაზე. დედამიწის საათი არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი აქტივობა, რომელიც მსოფლიოს 190 ქვეყანაში აღინიშნება ყოველწლიურად მარტის ბოლო შაბათს. მას სიმბოლურად საღამოს 9:30-დან 10:30-მდე ირთვება არასაჭირო ელექტროენერგია. მისი მთავარი მიზანი არის გარემოსდაცვითი და განსაკუთრებით კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლება. ევროკავშირის საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით საბანკო სექტორისა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. კერძო ბანკების წარმომადგენლებმა ბიზნესმენებს მიაწოდეს ინფორმაცია კონკრეტული სერვისებისა და პროდუქტების შესახებ. ღონისძიების მიზანია ბიზნესის მხარდაჭერა და ახალი შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გაცვლა.
საუბარი შეეხო ზოგადად თანამშრომლობას საბანკო სექტორსა და მცირე და საშუალო ბიზნეს კომპანიებს შორის. საინტერესო იყო იმდენად, რამდენადაც ბანკებმა შეთავაზეს თავიანთი ინიციატივები, როგორც პროგრამები, მათ შორის საგრანტო პროგრამები, საკრედიტო მიმართულებები, ასე რომ საბანკო სექტორი განაპირობებს ჩვენი მცირე და საშუალო ბიზნესის მდგრადობას. დავით კლდიაშვილის კომედია, რომელშიც მწერალმა უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილი აზნაურის ტრაგიკული რეალობა მისთვის ჩვეული იუმორით აღწერა ქართული თეატრის სცენაზე კიდევ ერთხელ გაცოცხლდება. დარისვანის გასაჭირს პიესას ამჯერად რუსავის თეატრში იდგამენ, თუმცა განსხვავებულად. რეჟისორმა ანდრო ენუქიძემ სპექტაკლში გამოგონილი პერსონაჟი შემოიყვანა, რომელსაც მაყურებელი დღეს გაიცნობს. სოციალური უთანასწორობა, პატრიარქალური მენტალიტეტი და ადამიანის ყოფის ტრაგიზმი, ერთი საუკუნის წინ დაწერილი ნაწარმოები თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს დღესაც პასუხობს. რუსთავის თეატრის დიდ სცენაზე დავით კლდიაშვილის უკვდავი კლასიკა დარისპანის გასაჭირი კიდევ ერთხელ გაცოცხლდება. უნივერსალური ნაწარმოები ეხება ყველა დროს. მთელი ის თემატიკა, რა თემატიკაც დავით კლდიაშვილმა მოიტანა ამ პიესაში, დღეს ჟღერს აბსოლუტურად თანამედროვე. დღეს ამ ნაწარმოების თამაში ცოტა 112-ითაა რა, შეტყობინება რომ მოდის რომ რაღაცა წესრიგში არ არის. აი ამ იდეით წინვალე არტისტები რუსთავის თეატრის დაახლოებით 2 თვის განმავლობაში ვმუშაობთ ამ სპექტაკლზე. მაყურებელზეა საბოლოო ჯამში ვერდიქტი. დრამა, რომელსაც ავტორი სარკაზმით გადმოსცემს, რეჟისორი და თეატრალური დასი თანამედროვე ელემენტებით ამრავალფეროვნებს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ყველა კლასიკურ ნაწარმოებში არის პრობლემა, რომელიც ეპოქიდან ეპოქაში ჩვეულებრივად პრობლემად გადადის. უბრალოდ ჩვენი სპექტაკლი განსხვავდება იმით, რომ ამ პრობლემის გამომწვევმა მიზეზებმა იცვალეს ფერი. ჯერა რომ დღევანდელ სოფლიოში აღებულ რაღაც საკითხებს შეესაბამება დღევანდელი ჩვენი გათამაშებული ნებისმიერი სცენა. პიესის თანამედროვე ინტერპრეტაციაში რამდენიმე გამოგონილი პერსონაჟიც გვხვდება, რომლებიც ტრაგიკომედიას მეტ სიცხადეს სცენენ. სცენის დეკორაცია კი პერსონაჟების სოციალურ სტატუსსა და ემოციურ მდგომარეობას ზედმიწევნით ზუსტად გადმოსცემს. მე ვარ გამოგონილი პერსონაჟი, ანუ მთელი პიესის განმავლობაში. რაღაც ესე სულებივით, დავყვებით, დარისპანს მოჩვენებებით და ძალიან საინტერესოა ამით სპექტაკლი. ისე რომ ველოდებით მაყურებელს, მათ დიდი სიამოვნება ელით. ჩემი პერსონაჟი ამ ნაწარმოებში არ არსებობს. ბატონო ანდროს ინოვაციური შეხედულებებია და მას ყოველთვის აქვს ესეთი მიგნებები, რომ დიახ, უფრო გაათანამედროვოს და დიახაც დაუკავშიროს დღევანდელ დროს. რუსთავის თეატრის სცენაზე გათამაშებული დარისპანის გასაჭირი 21 საუკუნის საზოგადოების პრობლემებს სარკისავით ასახავს, თუმცა სპექტაკლს საბოლოოდ მაყურებელი 22 მარტს შეაფასებს. ინტეგრირებულ თეატრ აზდაკის ბაღს აფხაზეთის სახელმწიფო თეატრის სტატუსი მიენიჭება. გადაწყვეტილება თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელსა და დასის წევრებს ლევან მგალობლიშვილმა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრთან ერთად გააცნო. მთავრობის თავმჯდომარემ თეატრის შემოქმედებით ჯგუფს მათ საქმიანობაში სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. ინტეგრირებული თეატრი აზდაკის ბაღი 2015 წელს დაარსდა და მისი დასი განსაკუთრებული საჭიროების მქონე 20-მდე პირს აერთიანებს. მივიღეთ გადაწყვეტილება ინტეგრირებულ თეატრს აზდაკის ბაღს მიენიჭოს აფხაზეთის სახელმწიფო თეატრის სტატუსი. ამ გადაწყვეტილებაში ჩვენ უახლოეს მთავრობის ხდომაზე იურიდიულ ჩარჩოში მოვაქცევთ. ჩვენი ვალია რომ ჩვენს ახალგაზრდებს დავეხმაროთ
ინტეგრაციაში, ასევე მინდა გითხრათ, რომ სულ მალე რამოდენიმე დღეში მათი 10 წლის იუბილეა და ძალიან მიხარია, რომ ეს გადაწყვეტილება წინ უძღვის ამ მნიშვნელოვან თარიღს. ბატონმა ლევანმა და გუნდმა ეს გადაწყვეტილება მიიღეს იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთან დასში რამოდენიმე აფხაზეთიდან დევნილი მსახიობიც არის. და აი ამით დაკავშირდა ალბათ ჩვენი ურთიერთობა და მართლა არ ვიცი რა, ეს თეატრი ღმერთმა ინებოს, რომ რაღაცნაირად მედიატორი გახდეს აფხაზეთის და ჩვენი ურთიერთობის. საქართველოში შერეულ საბრძოლო ხელოვნებათა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი კერით ბრაუნი იმყოფება. სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ მასთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე 2025 წლის შემოდგომაზე საქართველოში MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების შესაძლებლობა განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოში MMA-ის განვითარების პერსპექტივებს. საქართველოში იმყოფება MMA-ის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი. შეხვედრის დროს ჩვენ ვიმსჯელეთ MMA-ის განვითარებაზე, ამავე დროს ვიმსჯელეთ საქართველოში MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების შესაძლებლობაზე. სპორტის მინისტრს ვესაუბრე საქართველოში MMA-ის განვითარებისა და 2025 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის საქართველოში შესაძლო გამართვის შესახებ. ჩემთვის დიდი პატივია, რომ შემიძლია ხალხს გავაცნო შერეული საბრძოლო ხელოვნებათა განვითარების გზა და ვისაუბრო იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს გქონდეს მხარდაჭერა და იმსჯელო საქართველოში MMA-ის შეჯიბრებების ჩატარების შესაძლებლობაზე. ეს არაჩვეულებრივი შეხვედრა იყო, რადგან დავინახეთ სწორი სტრატეგია და გავეცანით ფედერაციის პრეზიდენტისა და სპორტის მინისტრის მოსაზრებებს შერეული საბრძოლო ხელოვნების განვითარების შესახებ. ვისაუბრეთ, თუ როგორ ზოგადად MMA-ის განვითარებაზე საქართველოში არის რამოდენიმე ვარიანტი იმის საშუალება, რომ ჩატარდეს მსოფლიო ჩემპიონატი წლის ბოლოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ქართული სპორტისთვის, MMA-ის სახეობისთვის, საქართველოში განვითარებისთვის. რუსთავის სპორტის სასახლე იაპონელი ძიუდოისტის შოჰეი ონოს მასტერკლასისთვის ემზადება. მასტერკლასამდე 2 დღით ადრე იაპონელი სპორტსმენი რუსთავის მერს ინო ლაცაბიძეს და რუსთავის და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატს ირაკლი შატაკიშვილს შეხვდა. ორგზის ოლიმპიურმა და სამგზის მსოფლიო ჩემპიონმა რუსთავის სპორტის მუზეუმს ხელმოწერილი კიმანო დაუტოვა. შოჰეი ონოს მასტერკლასი რუსთავის სპორტის სასახლეში 24 მარტს 14 საათზე დაიწყება, დასწრება კი თავისუფალია. საქართველოში ბევრი მეგობარი მყავს, ვიცი საქართველოს კავშირების შესახებ ძიუდოსთან. დიდი ხანია მინდოდა საქართველოში ჩამოსვლა. ჩემთვის საინტერესოა ძიუდოს ქართული სტილი, ამიტომ ვფიქრობ, საინტერესო და ხალისიანი დღე გველოდება. ჩვენი რუსთავის სპორტის სასახლე კიდევ ერთ მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენას უმასპინძლებს. ლეგენდარული ძიუდოისტი ჩვენს ახალგაზრდა სპორტსმენებს ჩაუტარებს მასტერკლასს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრა მათთვის იქნება კიდევ ძალიან დიდი мотиваცია, რომ გააგრძელონ სპორტული კარიერა და კონდეთ ძალიან ბევრი გამარჯვება. ისეთი ქვეყნიდან როგორც იაპონია და ისეთი სპორტსმენი როგორც შოჰეი ონოა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის, რომ ატარებს სემინარს ბავშვებისთვის, რა თქმა უნდა, მაგალითია ის თავის გამორჩეული სტილით, თავისი წარმატებებით, თავისი ტიტულებით და მე ვფიქრობ, ეს უნიშნელოვანესია კონკრეტულად ჩვენი ქვეყნისთვის. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. კურიერი პირდაპირ ეთერში 3 საათზე დაბრუნდება. დღის ყველა მნიშვნელოვან ამბავს კი გაიცნობით ვებგვერდზე rustavi2.gr. დროებით.